დღევანდელი დღის თემა. ისაკის მოდგმა ა ブラ ამის ძისა. ისევ მინდა მოგიწვიოთ ჩვეულებრივ ტრაპეზზე და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ. უკეთ რომ თქვათ, სულის სიტყვებით გიმასპინძლოთ, რადგან მოსე თავისით კი არ გვიქადაგებს, არამედ სული წმინდის შთაგონებით. ასე რომ ნახოთ, დღეს რას დაგვარიგებს. მართალთა ცხოვრების შესახებ უმიზეზოთ და უმიზნოთ არ მოგვითხრობს, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მიუბაძოთ და მათი სრულყოფილების მიმდევრები გავხდეთ. დაწვრილებით მოგვითხოვ და აღვიწერა მამამთავარ ა ブラ ამის ცხოვრების გარემოებები. გაგვაცნო მისი გმირობა, ხოლოჩობილი შვილის მსხვერპლად შეწირვა. გვაჩვენა როგორ მიუტანა მამამთავარმა ღმერთს ასეთი ძვირფასი შესაწირი. და თუ ეს სინამდვილეში არ განხორციელდა განზრახული ხომ ჰქონდა, მოსემ ამით დაასრულა თხრობა ა ブラ ამის შესახებ. ახლა ის ისააკის შესახებ გადმოგცემს, რომელიც მიტანილია და არც არის მიტანილი მსხვერპლად, ეს მოვლენა იგავს გავს. მოისმინე, სინამდვილეში რას ამბობს პავლე? სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმა იგი მოიღო. შემდეგ კი ზუსტად რო გავიგოთ, მამამთავარმა ეს ყველაფერი როგორი რწმენით აღასრულა, როგორ არ აღელვებულა სულიერად, მიუხედავად იმისა, ხედავდა ბრძანება წინააღმდეგობაში იყო მისთვის მიცემულ აღთქმასთან, მოციქული ამბობს. ესრეთ შეხრაცხა ვითარმედ მკვდრეთიცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათვისცა იგავით მოიყვანა. იგი რას ნიშნავს? იგავით მოიყვანა ნიშნავს. მოიყვანა შვილი მსხვერპლად, აჩვენა ამ ჩანაფიქრის სიმტკიცე, თვითონაც ღირსი გახდა გვირგვინის, შვილიც დაიბრუნა, მსხვერპლი კი ბატკნის შეწირვით დასრულდა. ამ ყველაფერში ღმერთმა ყოველანაირად გამოავლინა თავისი კაცმოყვარეობის აღმატებულობა და ასეთი ბრძანების მიცემით გააცხადა, რომ ისააკის სიკვდილი კი არ სურდა, არამედ მართლის მორჩილების გამოცდა. მაშა ასე დავინახეთ მამამთავრის სათნოება, რომელიც მის მიერ ქმნილ ყველა საქმეში გავწყინდა. ახლა როცა ისააკის შესახებ თქმულებას მიმოვიხილავთ, ხედავთ ისიც როგორ ავლენს ღვთისმოსავს სულს თავის ყველა საქმეში. მოვისმინოთ, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი. ისაკის მოდგმა, ა ブラ ამის ძისა. ა ブラ ამმა შვა ისაკი. 40 წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და. ყურადღება მიაქციე საყვარელო საღვთო-წერილის სიზუსტეს, როგორ არაფერს არ ამბობს საჭიროების გარეშე. რისთვის მიგვანიშნებს ისააკის ასაკზე, როცა ამბობს. 40 წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა. უმიზეზოთ არა, არც უმიზნოთ. წერილი გვიყვება რებეკას უნაყოფობის შესახებ და იმაზე, რომ მხოლოდ მართლის ლოცვების შემდეგ დაიწყო შვილების გაჩენა. ამით უნდა გადმოგცეს ისააკის მორჩილების მთელი ძალა, სიზუსტით აღნიშნოს დრო, რომლის განმავლობაშიც იყო უშვილო, რათა ჩვენც მივბაძოთ და არ განუდგეთ უფლის წინაშე ლოცვას, როცა რამეს ვთხოვთ. მართალი, ესოდენ სათნო და უფლის კეთილგანწყობის მიმღები, დიდგულმოდგინებას და სულის სიმტკიცეს ავლენდა, განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს რებეკას უშვილობა განეკურნა. რას ვიტყვით ჩვენ, უამრავი ცოდვით დამძიმებულნი, რომლებიც ვერ აღმოვაჩენთ საკუთარ თავში მართლის სათნოების უმცირესწილსაც კი? როცა ჩვენში ცოტა ხნით გაჩნდება გულმოდგინების ნიშან-წყალი, შევწმუნდებით და უკან ვიხევთ გამარჯვებისგან, თუ მაშინვე არ იქნა შესმენილი ჩვენი თხოვნა. ამიტომ გარწმუნებთ თქვენ. ამ მართლის ცხოვრების მოვლენების შესწავლით არასდროს არ დავანებებთ თავს უფლის წინაშე ვედრებას ჩვენი ცოდვების შეწყალებისათვის, ვაჩვენებთ მხურვალე მონდომებას და არ ვიქნებით მოუთმენელნი, არ ვიზარმაცებთ თუ მყისვე არ იქნება შესმენილი ჩვენი ვედრება. შეიძლება უფალი აყოვნებს, რომ გაგვიძლიეროს ლოცვითი გულმოდგინება და სურს მოთმინებისთვისაც მივიღოთ ჯილდო. მანის დროც ჩვენზე უკეთ უწყის, როდის არის ჩვენთვის სასარგებლო იმის მიღება, რაც გვსურს. ჩვენ არ ვუწყით რა არის ჩვენთვის სასარგებლო, ისე როგორც მან, ჩვენი ყველაზე იდუმალი სურვილების წარმმართველმა. ამიტომ არ უნდა გავსაჯოთ, ბევრი არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რაც ღმერთისგან არის მოვლენილი. ყველაფრისთვის მადლიერება გამოვხატოთ და მართალთა სათნოების მაგალითით ვიცხოვროთ. მაშ ასე საღვთო წერილი ამბობს, რამდენი წლის იყო ისააკი, შემდეგ გვამცნობს მისი ცოლის, რებეკას უნაყოფობაზე. ყურადღება მიაქციე მართლის ღვთისმოსაობას. როგორც სწრაფად დაინახა ბუნების ნაკლი, მიუბრუნდა ბუნების შემომქმედს და ცდილობდა მისი კვანძები ლოცვის ძალით გადაეჭრა. ნათქვამია, ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. უპირველესად ყოვლისა აქ ერთი რამ უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ იყო რებეკა უნაყოფო, მაშინ როცა ის, ისევე როგორც მისი ქმარი საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდა და ორივე ზნეკეთილი იყო. ჩვენ არ შეგვიძლია მათი ცხოვრების სიწმინდეში ეჭვის შეტანა და იმის თქმა, რომ მათი უშვილობა ცოდვების შედეგია. და რაც საოცარია, მხოლოდ რებეკა კი არ იყო უნაყოფო, არამედ მართლის დედაც სარა. არა მხოლოდ დედა, არამედ რძალიც, რაქილს გულისხმობ, იაკობის ცოლს. რას ნიშნავს უნაყოფოთა ასეთი კრებული? ისინი ყველანი მართლები, ყველანი სათნოები. უფალი ხომ მათ შესახებ ამბობდა, მე ვარ მამაშენის ღმერთი, ა ブラ ამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. ნეტარი პავლე ამბობდა, არა სირცხვილ უჩს მათი ღმერთსა სახელის დებად მათ და ღმერთად. დიდად არიან ისინი შექებულნი ახალ აღქმაში და ძველ აღქმაშიც.
ყოველმხრივ დიდებულნი და წარჩინებულნი არიან ისინი, თუმცა ყველას უნაყოფო ცოლები ჰყავდათ და დიდხანს იყვნენ უშვილოები. მაშ ასე როცა დაინახავთ სათნოებაში მცხოვრებ უშვილო ცოლ-ქმარს, როცა დაინახავთ, რომ ღვთისმოშიშნი არიან და ღვთისმოსაობაზე ზრუნავენ, მაგრამ შვილები არ ხავთ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ცოდვების შედეგია. უფლის მრავალი განზრახულობა ჩვენთვის მიუწვდომელია, მაგრამ ყველაფრისთვის უფლისადმი მადლიერებაა საჭირო. უბედურებად მხოლოდ ისინი მიიჩნევიან, ვინც ცხოვრებას ბიწიერებაში ატარებენ, და არა ისინი, ვინც შვილები ვერ გააჩინა. ღმერთი ხშირად ბევრ რამეს ჩვენ და სასარგებლოდ აწყობს, მაგრამ ჩვენ ამის მიზეზი არ ვიცით. ამიტომ ყოველთვის უნდა გვიკვირდეს მისი სიბრძნე და ვადიდოთ მისი აუწერელი კაცთმოყვარეობა. ამას თქვენ სასარგებლოდ ვამბობთ, რათა ყოველთვის გამოიჩინოთ მადლიერება უფლის ჭვრეტისთვის და არ ცდიდეთ მის სამართლიანობას. თუმცა, უნდა ავხსნათ მიზეზი, რის გამოც ცოლები უნაყოფოები იყვნენ. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ შენ არ ჩავარდე ურწმუნოებაში, როცა გესმის ქალწული აჩენს ჩვენს საერთო მეუფეს. მიაჩვიე შენი გონება, ასე ამბობს წერილი. უშვილოთა მაგალითზე ვხედავთ, როგორ იღება მოხუცი და უშვილო საშო უფლის წყალობით, რომ ბავშვი დაიბადოს. მაშ, ნუ გაგიკვირდება, როცა გაიგებ, რომ ქალწული შვილს შობს. ან უმჯობესია გაგიკვირდეს, გაოცდე, მაგრამ სასწაული ირწმუნო. ასე რომ, როცა იუდეველები გეუბნებიან, როგორ შვა ქალწულმა, უთხარი მათ და როგორ შვა უშვილომ და ხანდაზმულმა. უკანასკნელ შემთხვევაში ორი დაბრკოლება იყო, შეუფერებელი ასაკი და ბუნებრივი უნარობა. ქალწულის შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი დაბრკოლება იგი დაქორწინებული არ იყო. ამრიგად, უნაყოფო ცოლის საფუძველს უმზადებს ქალწულს. იმაში დასარწმუნებლად, რომ უნაყოფოები იმიტომ გაჩნდნენ მანმადე, რომ ქალწულის მშობიარობა გვერწმუნა, მოისმინე ქალწულისადმი გაბრიელის მიერ თქმული სიტყვები, როცა მასთან მივიდა და უთხრა: და აჰა ესე რა, შენ მუცლად იყო და შვეძე და უწოდი სახელი მისი იესო. ის გაოცდა გაურკვევლობისგან და ჰკითხა: ვით არ მე იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი? მიუგო ანგელოზმან მან და ხრქუა მას: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. ნათქვამია, ნუ ითხო ყველაფერი ბუნების წესისამებრ აღსრულდეს, მაშინ როცა საქმე ზებუნებრივს ეხება. ნუ იფიქრებ ქორწინების მწუხარებაზე, როცა შობა ქორწინებაზე აღმატებული იქნება. ვით არ მე იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი? არა ვიცი? ამიტომაც აღსრულდება ის, რომ შენ მამაკაცი არ იცი. შენ რომ მამაკაცი გწოდნო და ამ საიდუმლოს ღირსი არ გახდებოდი. მაშ ასე, სწორედ იმ მიზეზით ირწმუნე, რისთვისაც არ გწამს. იმიტომ კი არა, რომ ქორწინება თავისთავად ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ქალწულობა მასზე უკეთესია. ყველასთვის საერთო ღმერთის მოსვლა დედამიწაზე ჩვენსაზე აღმატებული უნდა ყოფილიყო, რადგან ეს იყო ღვთაებრივი მოვლინება. მის დაბადებას საერთო უნდა ჰქონოდა ჩვენს დაბადებასთან, მაგრამ გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ერთიც და მეორეც აღსრულდა. როგორ მოისმინე? ის, რომ დედის საშოდან დაიბადა, ეს საერთოა ჩვენთან. ის, რომ ქორწინების გარეშე დაიბადა, ჩვენს ბუნებაზე მაღლა დგას. გაიაზრე აქედან, მისი შენთან მსგავსებაც და შენზე აღმატებულობაც. შეამჩნიე სიბრძნე იმაშიც, რომ არც აღმატებას გაუნადგურებია მსგავსება და ნათესაობა ჩვენთან, არც ჩვენთან ნათესაობას დაუჩრდილავს ჩვენზე მისი აღმატებულობა. ერთისა და მეორეც საქმეში გაიხსნა. ერთი მათგანი სრულიად საერთო იყო ჩვენთან, მეორე კი სრულიად განსხვავებული. როგორც თქვი, ის ქალები უნაყოფონი იყვნენ, რათა ქალწულისგან შობა ვირწმუნოთ, რომ თვითონ ქალწულმაც იხელმძღვანელოს მათი რწმენის მაგალითით და მიიღოს ხარება და აღქმა. მოისმინე რას ეუბნება ანგელოზი: სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. ამგვარად, ამბობს ის, შობ და ყველაფერი წმიდა სულის მოქმედებით აღსრულდება. ნუ უყურებ მიწას. ძალა ზეციდან მოვა. ეს სული წმინდის მადლია. ნუ დაეძებ ბუნების რიგსა და ქორწინების კანონებს. რადგან ეს სიტყვები მის წარმოდგენას აღემატებოდა, ანგელოს სურს სხვა მტკიცებულებაც წარუდგინოს. შეხედე საყვარელო უნაყოფო ქალი, როგორ ხელმძღვანელობს ქალწულს ამშობის რწმენის განსამტკიცებლად. რადგან პირველი მტკიცებულება ქალწულის წარმოსახვას აღემატებოდა, მოისმინე, როგორ იწყებს ანგელოზი საუბარს მარტივ საკითხებზე. თვალსაჩინო მაგალითებით ცდილობს მიახვედროს მას. და აჰა, ელისაბედ, ნათესავი შენი. იგიცა მიდგომილარს ძესა სიბერესა თვისა და ესე მეექუსე თუ ეიარს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ. უეჭველია ქალწულს დასამოწმებლად უნაყოფო ქალზე მიუთითა. სხვაგვარად, რისთვის მოუყვანდა მას მაგალითად ნათესავის დაბადებას და რისთვის დასძენდა, რომელსა იგი ერქუა ბერწ. ამ ყველაფერს იმისთვის ეუბნება, ქალწულმა ირწმუნოს ის, რაც ეხარა. ამიტომ ახსენებს ანგელოზი ელისაბედის ასაკსაც და მისი დაუძლურებული ბუნების შესახებაც. ამისთვის დააზუსტა ჩასახვის დროც. ანგელოზმა მაშინვე კი არ აცნობა ქალწულს ჩასხვისთანავე, არამედ 6 თვის გასვლის შემდეგ, რომ ორსულობის აშკარა დამამტკიცებელი საბუთი ჰქონოდა. ყურადღება მიაქცია მთავარ ანგელოზ გაბრიელის სიბრძნეს. ქალწულთან არც არა უხსენებია, არც რებეკა და არც რაქილი. რატომ? ისინი ხომ უნაყოფოები და მოხუცები იყვნენ და მათზე უდიდესი საოცრება განხორციელდა? ისინი უკვე გარდასულ დროს ეკუთვნიან, სწორედ ამიტომ მიუთითებს ანგელოზი უახლოეს მოვლენებზე, რომ ის რწმენაში განამტკიცოს.
ადრე დაწყებულ სიტყვას დაუბრუნდეთ და მართალი ისააკის სათნოება ვაჩვენოთ, როგორ გადაჭრა ლოცვით რებეკას უნაყოფობა და გადალახა ბუნების კანონი. წმინდა წერილში ნათქვამია, ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაურსულდა რებეკა, მისი ცოლი. არ იფიქრო, როგორც აქ იწერება, ასე სწრაფად მიიღო ის, რასაც ითხოვდა. 20 წლის განმავლობაში შეუსვენებლად სთხოვდა და ემუდარებოდა უფალს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო სასურველი. საიდან ვიგებთ ჩვენ ამას? გავიგებთ თუ საღვთო წერილში მონათხრობს ზედმიწევნით მივყვებით. ის არ გვიმალავს დროს, ასახელებს მას, თუმცა შეფარვით. მან გითხრა, რამდენი წლის იყო ისააკი, როცა რებეკა შეირთო, ასე ნათლად წარმოგვიდგენს ამ გარემოებასაც. 40 წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და. ზედმიწევნით მიაქციე ყურადღება ამ დროს. შემდეგ წმინდა წერილი ამბობს, ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაურსულდა რებეკა, მისი ცოლი. წლების რაოდენობა რო გავიგოთ, რაც მთელ ამ დროში გავიდა, ისიც აღნიშნულია, ისააკი რამდენი წლის იყო, როცა რებეკასგან შვილები გაუჩნდა. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული და დაარქვეს მას სახელად იაკობი. 60 წლისა იყო ისაკი მათი შობისას. ასე რომ, თუ ის 40 წლის იყო, როცა მოიყვანა და 60-ის, როცა ცოლმა შვილი გააჩინა, ნათელია, რომ 20 წლის განმავლობაში ევედრებოდა ღმერთს. და ამგვარად რებეკას უნაყოფო საშოს განაყოფიერება გამოიწვია. ხედავთ ლოცვის ძალას, როგორ შეძლო თვით ბუნებაზე გამარჯვება? მივბაძოთ ისააკს, ვიყოთ მუდმივ ლოცვაში, სულიერად მხნედ, გულით შემუსრილნი. მოусმინოთ პავლეს შეგონებას, აპყრობად წმიდად ხელთა თვინიერ რისხვისა და გულის რახვისა. ვეცადოთ, ყოველთვის უცხო ვიყოთ სულიერი აღშფოთებისთვის და შევინარჩუნოთ გონების სიმშვიდე, განსაკუთრებით ლოცვის დროს. თუ ის დაინახავს, რომ ლოცვებს იმ კანონების მიხედვით აღვავლენთ, რომლებიც მან დაგვიდგინა, მყისვე უხვად დაგვაჯილდოებს, რომლის ღირსნიც გავხდებით. მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.